მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნიკა ბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია კამერტონი საქართველოს სამსახურში ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში განვითარებულ ახალ საკითხებზე და დღეს გვინდა რომ ვისაუბროთ ფარაზე, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი კანონი, უფრო კონკრეტულად ეს არის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი. ხოლო ჩვენი დაინტერესება და ზოგადად ქართული საზოგადოების დაინტერესება ამ კანონთან დაკავშირებით მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ამერიკული ფარა მთლიანად გადმოეთარგმნა სიტყვასიტყვით და დაიმკვიდრა ქართულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. ამ შემთხვევაში მართალია არის მრავალი ასპექტი. პირველ რიგში შეგვიძლია ვისაუბროთ თუ რამდენად შეიძლება რომ უცხოური კანონი სიტყვასიტყვით გადმოთარგმნოთ და სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში ჩავსვათ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ კანონი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს დაწერილი სახელმწიფოს ისტორიის და საზოგადოების კულტურის გათვალისწინებით, ხოლო ამერიკული საზოგადოება და ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა მოდით პირველ რიგში ალბათ ვისაუბროთ ფარას შექმნის შესახებ, როდის შეიქმნა ის, რისთვის და რა მიზნები ჰქონდა მას. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, ანუ ამერიკული ფარა, შეიქმნა 1938 წელს. ამ პერიოდში, ანუ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში საკმაოდ გავრცელებული იყო არა მარტო აშშ-ის ტერიტორიაზე, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნების პროპაგანდა სხვადასხვა სახელმწიფოებში. ამიტომ ამერიკის კონგრესმა გადაწყვიტა, რომ ფარა უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული ამ ბოროტი პროპაგანდის შემაკავებელი საკანონმდებლო მექანიზმი. თავისი 87 წლიანი ისტორიის განმავლობაში ფარამ განიცადა დაახლოებით 10 საკანონმდებლო ცვლილება და მათ შორის დღესაც დღევანდელმა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ფარაში ცვლილებები იყო შესატანი. თუმცა ტრამპი მაინც და მაინც გამოირჩევა თავისი ხისტი პოლიტიკით, ის გამოირჩევა იმით, რომ მას სურს ყველაფერი გადაასხვაფერონოს თავის ნებაზე. მიუხედავად ამისა, მრავალი მეცნიერი და სამართალმცოდნე მაინც მიიჩნევს, რომ ფარა ჯერ კიდევ არ მიუღწევია ჰარმონიისთვის და საკმაოდ დიდი მუშაობა არის გასაწევი იმისთვის, რომ ფარამ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოაქციოს თავისი მუშაობა. ამერიკულ ფარაზე საუბრისას თავიდანვე საჭიროა განვიხილოთ, თუ რას მოისაზრებს ეს აგენტების რეგისტრაციის აქტი უცხოურ ძალად და უცხოურ გავლენად. საკმაოდ ფართო არის განმარტება ამ აქტის მიხედვით, იმიტომ რომ უცხოურ გავლენად ამერიკული ფარას მიხედვით შეიძლება იყოს ნებისმიერი უცხო ქვეყნის მთავრობა, ნებისმიერი უცხოური პოლიტიკური პარტია, ასევე ნებისმიერი სუბიექტი, ნებისმიერი ფიზიკური პირი, ნებისმიერი იურიდიული პირი, ორგანიზაცია, ნებისმიერი პირთა გაერთიანება, რომელიც ან ფინანსდება უცხო ქვეყნიდან, ან მას აქვს თავარი თავისი ფილიალი უცხო ქვეყანაში, ხოლო ამერიკაში ის აწარმოებს თავის საქმიანობას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, პირთა გაერთიანება, საწარმო და ასე შემდეგ, რომელიც ოპერირებს ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით, თუმცა მუშაობს პირდაპირი დირექტივებით ან პირდაპირი დაფინანსებით უცხოური გავლენისგან. თუმცა ფარას ქვეშ აგენტად რეგისტრაციას რასაკვირველია გააჩნია თავისი საკანონმდებლო ჩარჩოები და მახასიათებელი ინდიკატორები. როგორც არის მაგალითად ენა, სახელშეკრულებო ენა, როგორც არის წერილობითი ან ზეპირი გარიგება უცხოურ ძალასთან, ან როგორც არის მაგალითად საბანკო ანგარიშების მიმოცვლა უცხოურ ძალასა და ამერიკაში ოპერირებად ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს შორის. თუმცა ფარას მიხედვით ეს მაინც და მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვენ დარეგისტრირდეთ აგენტად ფარას ქვეშ. ამისთვის საჭიროა ფარას მიერ მაკონტროლებელი და მარეგულირებელი საქმიანობების უშუალო განხორციელება რეალობაში. ეს არის ძირითადად ორი საქმიანობა. პირველი ეს რა თქმა უნდა არის პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც ძალიან მარტივად შეგვიძლია განმარტოთ, თუ ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი ნებისმიერი სახით არის ჩართული ამერიკის პოლიტიკაში, ნებისმიერი სახით ცდილობს გავლენა მოახდინოს რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირზე ან რომელიმე ჯგუფზე ამერიკაში, მაშინ ის შეიძლება აგენტად ჩაითვალოს ფარას მიხედვით. ასევე მეორე შემთხვევით შეგვიძლია ჩავთვალოთ სოციალური და საზოგადოებრივი საქმიანობა, რაშიც განიხილება ზოგადად ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის თუ ნებისმიერი საწარმოს ან პირთა გაერთიანების მიერ ნებისმიერი სახის ხაზგასმა უცხოური გავლენის, უცხოური პარტიის, უცხო ქვეყნის ინდუსტრიულ, ეკონომიკურ, სოციალურ უპირატესობებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავავლოთ ძალიან მარტივი პარალელი გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონსა და ფარას შორის. გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო ნაკლებად რეპრესიული და ბევრად უფრო მსუბუქი ვიდრე ფარა. ფარაში გათვალისწინებული არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქმიანობის შეჩერება გარკვეული ვადით და ასევე ჯარიმა მაქსიმუმ $10,000 ოდენობით. ხოლო გამჭვირვალობის კანონში იყო გათვალისწინებული მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა და საქმიანობის შეჩერება გარკვეული ვადით.
საბოლოო ჯამში მეგობრებო, ვიტყვი რომ ეს იყო ძალიან მოკლე მიმოხილვა, ვინაიდან კანონი მაინც და მაინც ბოლომდე დასრულებული არ არის და მხოლოდ რო გვაჩვენებს თუ როგორ დაინერგება ის ქართულ საზოგადოებაში, თუმცა ნებისმიერი სახის კითხვებზე მოხარული ვიქნებით რომ გიპასუხოთ კომენტარებში, ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ჩვენი ვიდეო, ნახეთ ჩვენი სხვა საინტერესო ვიდეოები და მომავალ შეხვედრამდე. კამერტონი საქართველოს სამსახურში.